დღეში 2-3 წუთი მუშაობა და გარანტირებული ყოველდღიური შემოსავალი. რეალური შესაძლებლობა თუ ფინანსური პირამიდა. სწრაფი და მარტივი შემოსავალი მინიმალური ძალისხმევით. სწორედ ასეთ პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს PCD-AI-ის ონლაინ პლატფორმა. შეთავაზების მიხედვით მომხმარებლებს სხვადასხვა ოდენობის თანხის განთავსებას და სანაცვლოდ ყოველდღიური შემოსავლის მიღებას სთავაზობენ. მაგალითად, 180 ლარის შეტანის შემთხვევაში დაპირებული შემოსავალი დღეში 3.5 ლარია, რაც თვეში დაახლოებით 135 ლარს შეადგენს. ყველაზე მაღალ საფეხურზე კი შესატანი თანხა მნიშვნელოვნად იზრდება. 10,000 ლარის ინვესტირების შემთხვევაში მომხმარებლებს დღეში 400 ლარს, ხოლო თვეში დაახლოებით 12,000 ლარის მიღებას პირდებიან. მომხმარებლების ნაწილი ამტკიცებს, რომ პლატფორმიდან თანხის გატანა უკვე შეძლო, თუმცა სოციალური ქსელების მონიტორინგისას თვალში საცემია კიდევ ერთი გარემოება. პლატფორმის მხარდამჭერი არაერთი ანგარიში ახლად შექმნილია, აქვს მცირე აქტივობა ან ერთმანეთის მსგავსი კომენტარებით ცდილობენ კომპანიის დადებითად წარმოჩენას, რაც რეალურად არაფერს ამტკიცებს, თუმცა ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტები მსგავს ქცევას ხშირად კოორდინირებული არაავთენტური აქტივობის ერთ-ერთ ინდიკატორად მიიჩნევენ. ამ დროისთვის არ არსებობს ოფიციალური გაფრთხილება რომელიმე ქვეყნის ფინანსური მარეგულირებლისგან ან სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც PCD-AI-ის თაღლითურ სქემად ან ფინანსურ პირამიდად ოფიციალურად აღიარებს, თუმცა 18.6 ქულა 100-დან ასე შეაფასა საიტის სანდოობა Scam Detector-მა. მათი თქმით, საიტზე პრაქტიკულად არ არის საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, რას ყიდის კომპანია და გასცემს რეკომენდაციას, რომ მომხმარებელმა საიტზე დარეგისტრირებისას სიფრთხილე გამოიჩინოს. გვერდის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას თავად Google-ის ხელოვნური ინტელექტი ამბობს, თუ საქმე გაქვთ PCD-AI-სთან და თქვენგან ითხოვენ ფულის გადახდას იმისთვის, რომ გაწევრიანდეთ ან სხვა ადამიანები მოიზიდოთ, დიდი ალბათობით არალეგალური პირამიდის სქემის რისკის წინაშე დგახართ. ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ AI გირჩევთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ თავი დაიცვათ თაღლითობისგან. მოერიდეთ ნებისმიერ პლატფორმას, რომელიც მუშაობის დასაწყებად ძვირადღირებული პაკეტების შეძენას ან შესვლის საფესურის გადახდას ითხოვს. PCD-ის გვერდს რომ გადახედოთ, მარტივად შენიშნავთ, რომ პირველი ინდიკატორი Google-ის მიერ მოწოდებულ ფილტრს ემთხვევა. შემოწმეთ არსებობს თუ არა რეალური პროდუქტი. თუ კომპანია ყოველდღიური მოხმარებისთვის რეალურ პროდუქტს ან მომსახურებას არ ყიდის, დიდი ალბათობით ეს თაღლითური სქემა. როგორ მუშაობს PCD-AI სქემა? შემოსავლის ძირითადი ნაწილი, როგორც აღწერილია, მოდის არა შესრულებული სამუშაოდან, არამედ ახალი წევრების, მეგობრებისა და ოჯახის წევრების ჩართვით. თანხის გადანაწილება ადრეულ ეტაპზე გაწევრიანებული მონაწილეების ანაზღაურება ფინანსდება ახალი წევრების მიერ შეტანილი თანხებით და არა კომპანიის რეალური მოგებით ან ეკონომიკური საქმიანობით. როდესაც ახალი მონაწილეების ნაკადი იკლებს, სისტემაში აღარ შედის საკმარისი თანხა, შედეგად სისტემა საბოლოოდ ინგრევა და როგორც წესი მონაწილეთა უმეტესობა კარგავს დაბანდებულ თანხას. ფინანსური პირამიდები ახალი არ არის. წარსულში არაერთი მსგავსი სქემა არსებობდა, რომელიც სწრაფი გამდიდრების დაპირებით იზიდავდა ადამიანებს და საბოლოოდ მონაწილეების დიდ ნაწილს ზარალი მიაყენა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ლისტი, Tesla Media Video OneCoin, რომელიც კრიპტოვალუტის სახელით მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით მასშტაბურ თაღლითურ სქემად შეფასდა. თუ გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანია თაღლითურ სქემას წარმოადგენდა, დაზარალებულებს შეუძლიათ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვენ როგორც გამოძიების დაწყება, ისე მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თუმცა თუ კომპანია უცხოეთშია რეგისტრირებული ან მისი რეალური მფლობელი და აქტივები ვერ დგინდება, თანხის დაბრუნება პრაქტიკაში ხშირად რთული ან შეუძლებელიც კი ხდება.